სამწუხარო ფაქტი მოხდა და მთელი გუნდი იზიარებს პასუხისმგებლობას რეალურად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ჩვენ თვითონაც დღეს ექსპერტები მუშაობენ და გარკვევის პროცესში ვართ, რა იყო გამომწვევი მიზეზი. კომპანიის მხრიდან, როდესაც ალბათ ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდები ხოლმე რაღაც საკითხებს, მაშინაც კი ესეთი გამონაკლისები შეიძლება მოხდეს და მე გეტყვით ფაქტებს რა გქონდა აქამდე და სად ვეძებოთ პრობლემა, ამას უკვე სპეციალისტები უახლოეს დღეებში გვეტყვიან. პირველი რაც იყო კომპანიამ ჩვენ გუნდში გადაწყვეტილება მივიღეთ და დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ შევიძინეთ XCMG-ს ახალი ამწე, ესე ვთქვათ, ამწეები და შემოვიტანეთ. შემდეგ ექსპლუატაციაში გაშვება ამ ამწეების მოხდა ავტორიზებული კომპანიის CIA International-ის მიერ. შემდგომში ავიყვანეთ სპეციალისტი, ოპერატორი, რომელსაც 8 წლიანი გამოცდილება აქვს და რა თქმა უნდა სერტიფიცირებულია. პლუს ამას ყოველთვიურად ხდება შემოწმება ამწის, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ეს არის ფაქტები, რაც დღეს მაქვს და რაც რეალურად სრულდებოდა. დანარჩენი რა მოხდა რეალურად და რის გამო მოხდა ეს ინციდენტი, ამას გამოძიება ექსპერტიზა დაადგენს და ჩვენ უღრმავდებით ამ საკითხს, რომ მომავალში არ განმეორდეს. ასევე ჩემი მხრიდან მთელი გულით და პასუხისმგებლობით მინდა ყველა მშენებელს ურჩიო, რომ მიუხედავად თითქოს დაალაგებული პროცესებისა, მაინც ხდება ესეთი შემთხვევები, ამიტომ ალბათობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გავამახვილოთ ყურადღება უსაფრთხოებაზე და უფრო ჩართულები ვიყოთ მოკლედ ამ პროცესებში. სამწუხაროდ ესეთი ფაქტი მოხდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, მადლობა ღმერთს, რაც შეეხება ზარალს, რა თქმა უნდა, მყისიერად გუშინვე აუნაზღაურეთ და მთელი დღე ხაზზე ვიყავი ადამიანთან, რომლის ავტომობილიც დაზიანდა. მოკლედ, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გუნდისთვის და ჩვენთვის სასწავლებელი მომენტი იყო.